მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს რელიგიის სოციოლოგიაში. ბოლო ჩვენი ლექცია ეხებოდა დიდი სოციოლოგიური თეორიების განხილვას, კერძოდ ჩვენ განვიხილეთ ვებერის, დიურქჰაიმისა და სიმელის შეხედულებები რელიგიის სოციოლოგია ამ ავტორების. ახლა ჩვენ ვისაუბრებთ ეკლესიის სოციოლოგიაზე და გზაზე სამოქალაქო რელიგიისაკენ. ვებერის, დიურქჰაიმის, სიმელის თეორიებს ჩვენ დიდი თეორიები ვუწოდეთ, რადგან ისინი რელიგიებს ფართო სოციალურ კონტექსტში განიხილავდნენ. რელიგიის სოციოლოგიის კლასიკური ფაზა რელიგიასა და რელიგიურ მოქმედებას განიხილავს როგორც საზოგადოების ბირთვს. ამ კლასიკურ ფაზას მოსდევს მკვეთრად ემპირიული ორიენტაცია და ან ემპირიაზე ორიენტირებული რელიგიური თემების, ქნებავთ მრევლის, თანამედროვე მდგომარეობის კვლევაზე მიმართული ეკლესიის სოციოლოგია. ესე იგი, ერთი მხრივ არსებობს რელიგიის სოციოლოგია, რომელსაც რელიგიის ფართო სოციალური კონტექსტი აინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ არსებობს ეკლესიის სოციოლოგია. ეს არის ესე ვთქვათ ქვე სფერო რელიგიის სოციოლოგიისა, რომელიც ძირითადად მრევლის კვლევაზეა ორიენტირებული. ეკლესიის სოციოლოგიის კვლევები ასევე ორიენტირებულია რელიგიურობის ფენომენის კვლევაზე, საეკლესიო პრაქტიკაზე და ის სვამს კითხვას თუ რა გავლენას ახდენს როგორ ზემოქმედებს ამა თუ იმ რელიგიური თემისადმი კუთვნილება, აღმსარებლობა, ჯგუფური კონკრეტული ჯგუფების სტრუქტურასა და განწყობაზე. საკითხის ასე დაყენება მჭიდროდ უკავშირდება პრობლემას, კერძოდ ეკლესიური რელიგიურობის კლებას. მხედველობაში გვაქვს დასავლური საზოგადოებები, საქართველოს შეიძლება სხვა შემთხვევა ჰქონდეს და რელიგიის ზეგავლენის შემცირება საზოგადოებაზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეკლესიის სოციოლოგიის კვლევები მჭიდროდ არის ასევე დაკავშირებული ეკლესიის პრაგმატულ ინტერესებთან. და ხშირ შემთხვევაში ასეთი კვლევები დასავლური თვით ეკლესიის ინსტიტუტების მიერ ფინანსდება. ანუ ეკლესიებს აინტერესებთ საზოგადოებაში არსებული განწყობა, მოთხოვნა რელიგიურობის ტიპზე და სხვა ტიპის სოციალური შეკვეთები, რომელსაც გარკვეული ჯგუფები შეიძლება გქონდეთ ეკლესიის მიმართ. ჩვენი ლექციის პირველი ნაწილი დაეთმობა ეკლესიის სოციოლოგიის წარმოშობას და ასევე შემდგომ გავეცნობით ზოგიერთ მეთოდოლოგიურ ასპექტებს აი ამ ესე იგი ამ ეკლესიის სოციოლოგიისა და მის კრიტიკასაც, ეკლესიის სოციოლოგიის კრიტიკასაც შევეხებით. ეკლესიის სოციოლოგიის განვითარება იწყება მე-20 საუკუნის შუა წლებში, მაგრამ თავისთავად ეს ესე იგი ასე ვთქვათ ეკლესიის სოციოლოგიური კვლევები ცარიელ ნიადაგზე არ წარმოშობილა. მე-19 საუკუნეში ევროპული სახელმწიფოები მე-19 საუკუნეში, იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში ყალიბდება nation state-ის ერი სახელმწიფოს ტიპის ამ ტიპის სახელმწიფოები, ფეოდალური სახელმწიფოებისაგან განსხვავებული სახელმწიფოები და ამ დროს იწყება სწორედ სტატისტიკური აღწერა. მოგეხსენებათ, რომ ერი სახელმწიფოს მთავარი ერთ-ერთი ნიშანი გახლავთ ის, როგორც ვებერი ამბობდა, რომ სახელმწიფო ეს არის, ესე იგი, მონოპოლია ძალადობაზე, ამ ძალადობის უფლება და ეს ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, შეიძლება ვთქვათ ასევე, რომ ეს გულისხმობს დაუშვათ გადასახადების გადახდას და სხვა ტიპის კონტროლის განხორციელებას, გნებავთ საყოველთაო განათლების შემოღებას, სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებას, ამიტომ მოსახლეობის აღწერა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასეთი ტიპის სახელმწიფოებში. და ამ მოსახლეობის აღწერებმა შესაძლებელი გახადა ერთგვარი ცხრილების შედგენა მოსახლეობის სოციალური სტრუქტურის შემადგენლობაზე, შემოსავლებზე. ამაზრით საინტერესოა ბელგიელი მათემატიკოსი და სტატისტიკოსის კეტლეს მცდელობა, რომელმაც დააფუძნა ერთგვარი სოციალური ფიზიკა მათემატიკურ-სტატისტიკური მეთოდის მეშვეობით, რომელიც ჩვეულ მეთოდს წარმოადგენდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში. ამ მეთოდის მეშვეობით ის შეეცადა სოციალური ფაქტებისა და მოვლენების შიშველი რიცხვებით ახსნას. ის ცდილობდა აბსტრაქტული მათემატიკის მეთოდების სოციალური ცხოვრების უწესრიგო მოვლენებისადმი გამოყენებას
კეტლემ ასევე გამოიგონა ცნება, რომელსაც ჩვენ სოციოლოგები ხშირად ვიყენებთ, როგორც ჩვენს სამეცნიერო კვლევებში, ასევე ჩვენს სამეთყველო ლექსიკაში, ეს ცნება გახლავთ საშუალო სტატისტიკური ადამიანი და მოსახლეობის აღწერაზე და სტატისტიკურ მონაცემებზე და შემთხვევითობის მოვლენებზე დაღნობით იცნობდა ასევე აღმოეჩინა თვითმკვლელობის, ქურდობის, ქორწინების და სხვა სოციალური მოვლენების კანონზომიერება. მაშინ როცა კეტლი დაინტერესებული იყო ინდივიდის, ესე იგი ინდივიდების აღრიცხვით და სტატისტიკის წარმოებით, გერმანელი წარმოშობის უეიტინგენი ნაშრომით მორალური სტატისტიკა, რომელიც 1868 წელს გამოქვეყნდა, ცდილობდა ემოციური ცხოვრების ადამიანთა სოციალური ცხოვრების, მათ შორის ემოციების კანონზომიერების შესწავლას. რადგან ის ადამიანთა ცხოვრებას ქრისტეს რეალიზაციად მიიჩნევდა, ეს იყო რელიგიურად ორიენტირებული, ასე ვთქვათ, მეცნიერი, ის ადამიანთა თანაცხოვრებას მიმართავდა გონით ადამიანთა საზოგადოების შესწავლისას მიმართავდა გონით სულიერ სამყაროს ადამიანებისას და მათ რიცხობრივ აღრიცხვას ცდილობდა. და სხვა მონაცემებთან ერთად იკვლევდა ეკლესიურ ქცევას. ასე გახდა შესაძლებელი მე-19 საუკუნეში მონაცემების მოპოვება კონფესიების სტრუქტურის, ეკლესიაში სიარულის, მრევლის ეკლესიური ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ, ანუ პრაქტიკულად ის კითხვები, რომელსაც ჩვენ თანამედროვე სოციოლოგები ვსვამთ, როცა ვიკვლევთ ისეთ ფენომენებს, როგორიც არის რელიგიურობა დაუშვათ, ასევე გვაინტერესებს რა სოციალური ჯგუფები შეადგენენ მრევლს დაუშვათ და რა არის ამის მიზეზი, რომ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეს უფრო მაღალი განწყობა რელიგიურობისა. სწორედ ეს საკითხები ჯერ კიდევ ესე იგი მკვლევართან, ეს კითხვები ჯერ კიდევ ამ მკვლევარმა დააყენა. განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია ინგლისელი სოციალური რეფორმატორი ბოტი, მისი მონუმენტალური შრომას ქვია ცხოვრება და ნაშრომს ქვია ცხოვრება და შრომა ლონდონის მოსახლეობისა. 17 ტომი ამ შრომისა 1891-1903 წლებში გამოიცა. ამ გამოცემაში აღწერილია ლონდონის ცალკეული რაიონების რელიგიური ინსტიტუტები. ბოტმა და მისმა თანამშრომლებმა შენიშნეს მუშათა კლასში გავრცელებული რელიგიური ინდიფერენტიზმი, მუშათა კლასის ასეთი დამოკიდებულება რელიგიისადმი მე-19 საუკუნის გერმანიაშიც შეიმჩნეოდა. ბოტის შრომებიდან ჩანს, რომ ეკლესიის სოციალური კვლევის ადრეული ეტაპი არ იყო მხოლოდ სტატისტიკური ხასიათის, არამედ ბოტი ცდილობდა სოციალური საფუძველი მოეძებნა გარკვეული სოციალური ჯგუფების რელიგიურობის ხარისხისათვის. მე-19 საუკუნეში ფრანგმა ინჟინერმა ლეპლემ ევროპელი მუშების ოჯახური ცხოვრების დაწვრილებით აღწერა განახორციელა. ის მათ ცხოვრებას აკვირდებოდა თავის ქვეყანაში თავის მოგზაურობისას და თავის აღწერაში მან მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო რელიგიური ცხოვრების აღწერას. ის იმედოვნებდა, რომ ეკლესიური ცხოვრების გამოცეცხლებით დაეძლია მუშათა კლასის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. შეერთებულ შტატებში 1921 წელს დაარსდა პროტესტანტული ინსტიტუტის სახელწოდებით სოციალური და რელიგიური კვლევების ინსტიტუტი, ასე ერქვა. ამ კვლევით დაწესებულებას ამ ინსტიტუტმა მრავალი სოციალური რელიგიური გამოკვლევა ჩაატარა, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და ანალიზზე ორიენტირებულმა ეკლესიის სოციოლოგიამ 1930-40-იან წლებში განვითარება პოვა ჰოლანდიაში. ჰოლანდიელმა მკვლევარებმა შტაინმეტს მაგალითად ანალიტიკური სოციოლოგია ჩამოაყალიბა და ამავე წლებში ფრანგმა მეცნიერმა ლებრასმა ეს სოციოგრაფიული ელემენტი ისტორიულ სოციოლოგიურ და პასტორალურ ელემენტებთან შეაერთა. გერმანიაში განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკლესიურობის სტატისტიკურმა კვლევამ ედვარდ პიკს მიაღწია და ეს ვითარება საგანგებოდ აღნიშნა გერმანელმა სოციოლოგმა გოლდშმიტმა, რომელმაც მიუძღვნა ამ საკითხს, რელიგიური ეკლესიურობის კვლევას ნაშრომები.
ეს არის ის მოკლე, ასე ვთქვათ, ისტორია, რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნებში და კულტურებში ეკლესიურობის კვლევას. ახლა უბრალოდ შევეხოთ, ესე იგი, თითოეულ ამ კვლევათაგანს და მოდით ნახოთ, როგორ იკვლევდნენ მეცნიერები ეკლესიურობას. ნუ ეკლესიურობაში ცხადია, ჩვენ ვთქვით, რომ ეკლესიურობა სოციოლოგებს მიაჩნიათ ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, გაზომვად, მათემატიკურად გაზომვად მოვლენად, ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ შემდგომში. ამჯერად მივაქციოთ ყურადღება ლე ბრასის კვლევებს. მას აინტერესებდა რელიგიური ცხოვრების ვიტალობის შესწავლა, მისი ცხოველმყოფელობის შესწავლა გნებავთ. კვლევით პრაქტიკაში ეს ვიტალობა ისეთი კატეგორიების მეშვეობით იქნა მოპოვებული, როგორიცაა მაგალითად მონაწილეობა საეკლესიო დღესასწაულებში. ანუ თუ რამდენად ცოცხალია ესა თუ ის რელიგიური თემი, ან ესა თუ ის ეკლესია გნებავთ, ამის მაჩვენებლად შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ, ესე იგი, ეკლესიაში სიარული, ესე იგი, ასე ვთქვათ, რაოდენობრივად დავითვალოთ ეს. და ასეთი აი ამ საეკლესიო დღესასწაულებში მონაწილეობის მიღების რაოდენობის დათვლით და სხვა კატეგორიების გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა მრავალი მონაცემის მიღება, რომელიც იმ კითხვებს უკავშირდებოდა, რომელსაც ვებერი სვამდა, როცა ის კათოლიკურ და პროტესტანტული რაიონების მოსახლეობის მატერიალურ კეთილდღეობას ერთმანეთს ადარებდა. კერძოდ დაისვა კითხვები. რა შედეგები მოაქვს პიროვნებისათვის ამა თუ იმ რელიგიური ჯგუფისადმი კუთვნილებას? რა შედეგები თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით? აქ ის კი არ იგულისხმება, რომ ეკლესია დაუშვათ ფინანსურად ეხმარება თავის მრევლს, არამედ იგულისხმება ის, რომ კონკრეტული რელიგიური რწმენა რა ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, მორალსა და პრაქტიკას თავაზობს მრევლს და რა ზეგავლენა აქვს მას ადამიანის ეკონომიკურ ცხოვრებაზე. რა იწვევს ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის კუთვნილება, რას იწვევს ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის კუთვნილება გარკვეული რელიგიური ჯგუფისადმი. ასე მაგალითად იმ რაიონებში, სადაც რომელიმე კონფესია უმცირესობას შეადგენს, ამ კვლევების თანახმად, როგორც ლებრასმა აჩვენა, ვითარდება ეგრეთ წოდებული დიასპორის ეფექტი, ანუ ძლიერდება კონფესიისათვის დამახასიათებელი მენტალიტეტი და ურთიერთობის ფორმა. საქმე ის გახლავთ, რომ როცა მცირე რელიგიური ჯგუფი არსებობს დიდ რელიგიური ჯგუფის შიგნით, მას უწევს თანაარსებობა, ესე იგი, უფრო მრავალრიცხოვან რელიგიასთან, ასე ვთქვათ, მაშინ დიასპორის ეფექტი იმას გულისხმობს, რომ შეჭიდულობის ხარისხი ამ მცირე რელიგიურ ჯგუფში იზრდება და ისინი ბევრად უფრო შეჭიდულნი არიან, ბევრად უფრო ერთიანი არიან და რელიგიურობის მაღალი ხარისხითაც უფრო გამოირჩევიან. ვებერის კვალდაკვალ კვლევები წარიმართა კონფესიათა შორის მენტალიტეტის განსხვავების კვლევის მიმართულებით. მაშინდელი გამოკვლევების თანახმად პროტესტანტებს ახასიათებდნენ პროტესტანტული პიროვნულობით. ეს ნიშნავდა იმას, რომ ისინი ორიენტირებული არიან განსხვავებით კათოლიკე აღმსარებლებისაგან, მაგრამ ასევე ებრაელების მსგავსად, მორჩილებისა და გონითი დამოუკიდებლობის ღირებულებებზე. ქცევის წესთან მიმართებაში ნაჩვენები იქნა, რომ კათოლიკურ მოსახლეობას როგორც წესი ახასიათებს შობადობის უფრო მაღალი რიცხვი, დემოგრაფიული ქცევა, რომ ვთქვათ ესე იგი, დემოგრაფიული ქცევა, ძლიერი ოჯახური ფორმები და განქორწინების დაბალი რიცხვი. ეს მონაცემები კათოლიკების მიმართ დღესაც ნაწილობრივ დასტურდება, რადგან სწორედ კათოლიკური ეკლესია კრიტიკულად უყურებს ოჯახების დაშლას. ეკლესიის სოციოლოგიის განვითარების ადრეულ ეტაპზე მიუთითებდნენ ეკლესიურობის სხვადასხვა ტიპის არსებობაზე. ასე მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ეკლესიური ქცევის ხერხები, ან ეკლესიურ თემში გამოვყოთ გარკვეული ჯგუფები ეკლესიურობის ხარისხის მიხედვით. ან ტიპები, ასე ვთქვათ, ტიპოლოგია მოვახდინოთ აი ამ მრევლის შემადგენლობის. ჩვენ ასე შეგვიძლია მაგალითად გამოვყოთ, ესე იგი, ისინი, რომლებიც მხოლოდ აღმსარებლები არიან, ანუ ამბობენ ფორმალურად, რომ მე ვეკუთვნი ამ და ამ კონფესიას კონკრეტულად, მაგრამ დიდი, ასე ვთქვათ,
მაგრამ მათი მიერ რიტუალების შესრულების ხარისხი მაინც და მაინც მაღალი არ არის. ასევე არიან ღვთისმოსავები, ეს არის ერთგვარად ბირთვი ეკლესიური თემისა, რომლებიც ესე იგი მუდმივად საეკლესიო ცხოვრებით არიან დაკავებული და ხშირად მიმართავენ ეკლესიას საკუთარი ყოფითი მორალური და სხვა პრობლემის გადაჭრის მიზნით. არიან ასევე გულგრილები, რომლებიც საერთოდ ინდიფერენტულნი არიან, ესე იგი ეკლესიის მიმართ და კიდეზე მყოფი ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან სადღაცა ბირთვსა და აი ამ ესე იგი ამხსარებლებს შორის. ეს დაყოფა ცხადია, ჩვენ დღესაც შეგვიძლია გავატაროთ, დღესაც შეგვიძლია ჩვენ ჩავატაროთ კვლევა ამ სფეროში, მაგრამ უბრალოდ ზედაპირული დაკვირვება ცხადყოფს, რომ მრევლში, საეკლესიო მრევლში, ამა თუ იმ ეკლესიის მრევლში მართლაც ყოველთვის არიან გარკვეული ქარიზმით, ქნებავთ მუსიკალურობით, რელიგიური მუსიკალურობით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებიც მრევლის ბირთვს შეადგენენ, ისინი ეკლესიის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ და სხვა ჯგუფები აი ამ ქარიზმატული ჯგუფების ირგვლივ კონცენტრირდებიან და ხშირად სწორედ ეს ჯგუფი გარკვეულ მისიონერულ ფუნქციასაც ასრულებს ხოლმე. ხშირ შემთხვევაში ასევე კვლევებმა აჩვენეს, რომ ასაკობრივი არსებობს გარკვეული, ასე ვთქვათ, კორელაცია ასაკსა და რელიგიურობას შორის. ასაკში მყოფი ადამიანები, რომელთაც უკვე თავიანთი აქტიური ცხოვრება დაასრულეთ, იმყოფებიან პენსიაზე, ასე ვთქვათ, და პროფესიულ საქმიანობას ჩამოცილებული არიან და ნაკლებად ინტეგრირებული არიან საზოგადოებაში, იმიტომ რომ ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში არ აქვს შესაძლებლობა ან არ სურთ ურთიერთობა იქონიონ ასეთ ადამიანებთან. ყოფით ენაზე შეიძლება ვთქვათ, რომ ჭკუას მათ არ ეკითხებიან ხოლმე და ვრიყავთ ხოლმე მათ ხშირად, ესე იგი, ცხოვრებისაგან და როგორც ერთ-ერთი სოციოლოგი, კერძოდ ნორბერტ ელიასი ამბობს, რომ ესე იგი სიცოცხლიდან ადამიანების გარიყვა ან ადამიანების ესე იგი სიკვდილი არ არის უშუალოდ ფიზიკური სიკვდილი, ხშირად ეს უკავშირდება ადამიანების, ესე იგი, ასე ვთქვათ, გარიყვას ცხოვრებიდან და ასევე ხშირ შემთხვევაში რელიგიურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებსაც საშუალო ასაკის კრიზისი დაუდგათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 30 წელზე მეტი, 40 და მეტი წლის ასაკის ადამიანები და ასეთ დროს ადამიანები ფიქრობენ იმაზე, თუ რა გააკეთეს საკუთარი ცხოვრების მანძილზე, რამდენად აზრიანად იცხოვრეს მათ, რა გარანტიები აქვთ მათ მომავალი ცხოვრებისათვის. ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეულ შიშებთან და ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ამ კითხვაზე პასუხს, რაციონალურ პასუხს ვერ პოულობს, მეცნიერულ პასუხს ნებად ვერ პოულობს, პოულობს სხვა რაციონალურ პასუხს და ეს არჩევანიც რაციონალური პასუხია, ის ხშირ შემთხვევაში ასეთი ადამიანები, ასეთ ადამიანთა ჯგუფი, ანუ ესე იგი, ასე ვთქვათ, ამ ასაკის ადამიანები ხშირად მიმართავენ ეკლესიას. ცალკეული მონაცემები სხვადასხვა ეკლესიის სოციოლოგიური კვლევისა სეკულარიზაციის თეზის ადასტურებს და მიუთითებს ეკლესიის სოციოლოგიის კვლევის ობიექტის მზარდ შემცირებაზე. საქმე ეხება დასავლურ საზოგადოებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც მართალია დღეს უკვე ახლა როცა მე თქვენ ამ ლექციას გიკითხავთ, სიტუაცია შეიძლება იცვლება, რელიგიურობის ხარისხის კლებაზე არ საუბრობენ, არამედ ჩვენ შემდგომ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ხდება ტრანსფორმაცია და რელიგიის ბაზარი ჩნდება და ადამიანები უკვე სხვადასხვა რელიგიებს ირჩევენ, ანუ რელიგიის განდევნა კი არ ხდება, არამედ რელიგიები ჩნდებიან, ახალი რელიგიები, რომლებიც გარკვეულ შეკვეთებს პასუხობენ ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს სეკულარიზაციის თეზისი მაინც მოქმედებს თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კიდევ შეიძლება ვთქვათ, რომ საინტერესო პროცესები ვითარდება. 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საქართველოში არის რელიგიურობის ბუმი და ეკლესიისაკენ ტოლვა, მაგრამ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ და ამის მონაცემები არსებობს კვლევების სახით, ეს ბუმი ერთგვარად კლებულობს.
ადამიანები დასავლეთში 70-იან, 80-იან წლებში მასობრივად ტოვებენ ეკლესიას და ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სწორედ ეკლესიურობისა და რელიგიურობის ერთგვარ კრიზისზე. უფრო სწორად ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ დეეკლესიზაციაზე, ეკლესიურობის დაკარგვაზე გნებავთ და რომ რათა ეს პროცესი კიდევ უფრო უკეთესად გავიგოთ. მე მაქვს ესეთი შემოთავაზება ჩვენი კურსის ფარგლებში. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ბეჭდური მედია, მოვიზიოთ ინფორმაცია ეკლესიურობისა და რელიგიურობის შესახებ, დაუშვათ რას წერს რელიგიური პრესა, რას წერენ ლიბერალური, მემარცხენე და მემარჯვენე, ესე იგი ბეჭდური მედიის წარმომადგენლები და გარკვეული ანალიზი ჩავატაროთ, შევისწავლოთ რა რაოდენობით ინფორმაცია იბეჭდება ეკლესიისა და რელიგიის შესახებ თანამედროვე ქართულ მედიაში, თუმცა ჩვენ გვექნება სხვა პროექტები, სხვა ასე ვთქვათ კვლევითი პროექტები ჩვენი სალექციო მუშაობის დროს. ახლა თვითონ მეთოდები, რომლითაც ეკლესიის სოციოლოგიური კვლევები ტარდება. აი ამ ეკლესიის სოციოლოგიისათვის დამახასიათებელია ის, რომ რწმენი, ესე იგი რელიგიის კვლევა ხდება რწმენის ფორმების, ორგანიზაციის, ნიმუშებისა და საეკლესიო რიტუალების ანალიზით. რელიგიის კვლევისას რელიგიის სოციოლოგია მიმართავს ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა მაგალითად მრევლი, ან კიდევ ეკლესიის წევრების რაოდენობა, რიცხოვნება, რელიგიის მოდელების ადრეულ აღწერებში ცალმხრივად რელიგიის ზოგიერთი ნიშნების მითითებას აღწერები ნიშნების მითითებას ასე ვთქვათ აი პირველად აი ზოგიერთ ნიშნებზე ეს ნიშნები ლებრასმა აღწერა და მრავალი განსხვავებული კრიტერიუმი გამოიყენა, სხვადასხვა საზომები გამოიყენა მისთვის და განსაკუთრებით საინტერესოა ამ აზრით გლოკის მრავალგანზომილებიანი მოდელი ეკლესიურობის ხარისხის გასაზომად. გლოკი რელიგიას განიხილვა და სიმბოლოების, დოგმების, ღირებულებების და პრაქტიკების სისტემად, რომელიც მიმართულია მიღმა სამყაროს ზებუნებრივ ობიექტებსა და ძალებზე და სამყაროს ასე ვთქვათ სამყაროს სწორედ აი ამ ასე ვთქვათ აქედან გამომდინარე ეთიკის მეშვეობით აწესრიგებდა. რელიგიის მნიშვნელობა ინდივიდისათვის მით უფრო მაღლა იწევს, მით მეტი წონა ენიჭება, რადგანაც ინდივიდის მიმართება გარემოსადმი პრობლემურია. ანუ ეკონომიკური სიდუხჭირე, სოციალური უთანასწორობა, ფსიქიკური სისუსტეები, სხეულებრივი და სულიერი გონითი პრობლემები წარმოადგენს რელიგიის ამოსავალ წერტილს. გლოკმა ჩამოთვალა რელიგიის 5 განსხვავებული განზომილება. რელიგიის ეს განზომილებები გახლავთ შემდეგი. რწმენის იდეოლოგიური განზომილება, რომელიც მოიცავს ერთი რელიგიის წევრების საერთო რელიგიურ რწმენებს. ეს იმას გულისხმობს, რომ რელიგია ერთგვარად აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას საზრისზე, უზრუნველყოფს მას იდეოლოგიურად. ანუ პასუხსემს კითხვაზე თუ რისთვის ცხოვრობს ადამიანი, ან რისთვის უნდა იცხოვროს ადამიანმა. პრაქტიკის რიტუალური განზომილება, ისეთი როგორიცაა ღვთისმსახურება, ქორწინება და ასე შემდეგ, ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანი ჩაერთოს რელიგიურ თემში, ასე ვთქვათ, გახდეს ამ თემის ნაწილი, ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა. რელიგიური განცდის განზომილება მიღმა სამყაროს ძალებისა და მას შესახებ ცოდნისადმი გრძნობისმიერი ემოციური დამოკიდებულება, ანუ თუ თქვენ კითხავთ ადამიანს სწამს თუ არა მას ტრანსცენდენტური ძალის ამძალების ზეგავლენა ადამიანის ცხოვრებასა და ასე შემდეგ, სწორედ ამ კითხვაზე პასუხი გულისხმობს რელიგიური განცდის განზომილებას, რა ზომით არის ასეთი წვენა წარმოდგენილი და რელიგიური ცოდნის ინტელექტუალური განზომილება, ანუ რელიგიის წყაროების რელიგიური ტექსტების გნებავთ, დოგმების არგუმენტირება და მადამი არგუმენტირებული მოპყრობა. გარდა ამისა, რელიგიური ზემოქმედების ეთიკურ განზომილებაზე საუბრობს გლოკი, ანუ ნორმები, ღირებულებები, რომელიც რელიგიიდან გამომდინარეობს და რომელიც მოქმედებაში პოვებს თავის გამოხატულებას.
რელიგიის ყველა განზომილება ყველა რელიგიაში ხდება. ეს 5-ვე განზომილება ჩვენ ყველა რელიგიაში ხდება ცხადია. მაგრამ ის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ყოველ რელიგიაში გარკვეული წონის მატარებელია. გლოკი თვლის რომ ზოგიერთი რელიგია ხაზს უსვამს რიტუალების პრაქტიკას და უფრო მეტ მნიშვნელობას რიტუალებს ანიჭებს. სხვები კი ინტელექტუალურ განზომილებას, ანუ შემეცნებას გნებავთ ან ცოდნას. და ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ გლოკის მოდელი ინდივიდის რელიგიურობას იღებს საფუძვლად და ეს მიდგომა რელიგიას განიხილავს არა საზოგადოების ერთ-ერთ ქვესისტემად, არამედ ძირითად სტრუქტურად, ისევე როგორც ამას განიხილავდნენ რელიგიის კლასიკოსები და გნებავთ ამ შემთხვევაში დიურქაიმი. გლოკი დაინტერესებულია იმის კვლევით, თუ რა როლს ასრულებს რწმენა და პრაქტიკა ინდივიდისათვის. მის ცხოვრებაში. როგორც ჩანს, ამ მიდგომის მიღმა იმალება დაშვება, რომ რელიგია თავის საკუთარი პოტენციალს თავდაპირველად ინდივიდუალურ დონეზე წარმოქმნის, ინდივიდის დონეზე ავითარებს, ამით უნდა ახსნათ გლოკის პოზიცია, რომელიც რელიგიის საზოგადოებრივ ფორმას უგულებელყოფს, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ინდივიდის რელიგიურობა. ამასთან არის დაკავშირებული ასევე დაპირისპირება იმ ცდილობისადმი, რომელიც რელიგიურობის ახსნას ციფრების ან მონაცემების მეშვეობით ცდილობს. თუ კი ინდივიდებს გამოკითხავდით მათი რელიგიურ თემთან მიმართებაში, ადვილად შესაძლებელი იქნებოდა ხელიდან გაგეშვა ის ნიშანთვისება, რომელიც ამ ინდივიდებს მათ რელიგიური თემისადმი კუთვნილებისადმი ამ რელიგიისადმი ან კონფესიისადმი კუთვნილების გარეშე აქვთ. შეიძლება ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ ამერიკელ კათოლიკებს სრულებით გარკვეული პოლიტიკური პრეფერენციები აქვთ, არა იმიტომ, რომ ისინი კათოლიკები არიან, არამედ იმის გამო, რომ გარკვეულ სტატუსურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ახლა ჩვენ აქ შევისვანოთ, შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი გლოკის კონცეფციაზე და ასევე შევეხოთ უკვე პრაქტიკული კვლევების ზოგიერთ საკითხს.